მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, თავაზობთ საჯარო გაშლას კითხვაზე რა მიშლის ბედნიერებაში ხელს. ეს არის კითხვა, რომელიც ერთხელ მაინც ალბათ დაგისვათ საკუთარი თავისთვის ცხოვრების მანძილზე და ვნახოთ რას გუპასუხებს ტაროს კარტი. სანამ გაშლას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ჩემს Facebook გვერდზე ყოველდღურად მანთავსებ ვიდეოს აირჩიეთ დღის არკანი, დავიგებთ რა გველოდება იმ კონკრეტულ დღეს, რა გამოწვევები, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და შეგიძლიათ თუ დაინტერესებული ხართ გაიგოთ ყოველდღურად რა გველოდებათ, შეგიძლიათ რომ გამომყვეთ Facebook-ზე და ნახოთ ეს ვიდეოებიც თქვენს. რაც შეეხება გაშლას, დღევანდელ გაშლას გვაქვს სულ 5 ვარიანტი. შეარჩიეთ ერთი ან რამდენიმე ვარიანტი, რამდენიც გსურთ და ნახოთ კითხვაზე პასუხი. მათ ვინ შეარჩიეთ პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტის შემთხვევაში გეტყვით, რომ ბედნიერებაში რეალურად ხელს გიშლით თქვენი გადამეტებული ზრუნვალობა და ყურადღება სხვა ადამიანების მიმართ. ნებისმიერ ურთიერთობაში ბევრს გასცემთ და სათანადოდ ვერ იღებთ იმას, რასაც უნდა იღებდეთ. ანუ მიღება-გაცემის ბალანსი გაქვთ, ესე რომ ვთქვათ, დასამუშავებელი. ზედმეტად ბევრს ვინდომებთ სხვა ადამიანებისთვის. ეს სხვა შეიძლება არ იყოს, შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი, ურთიერთობაში პარტნიორი, ნებისმიერი ურთიერთობა იგულისხმება აქ. აკეთებთ ბევრს, ვერ იღებთ სათანადოდ შემდგომ იმ ემოციებს და იმ, ესე რომ ვთქვათ, ზრუნვას, რასაც გასცემთ და ეს გიშლით ხელს ბედნიერებაში. ის მიღება-გაცემის ბალანსი არ არის თქვენ შემთხვევაში დაცული. რაც შეეხება უშუალოდ მეორე ვარიანტს, მეორე ვარიანტის შემთხვევაში ბედნიერებაში ხელს გიშლით თქვენი ეჭვები. შეიძლება მოქმედებდეთ ერთს, მე ვფიქრობდეთ, რომ რამდენად არის ეს ყველაფერი სწორი, აი ეს რაც გავაკეთე, რამდენად კარგია, რამდენად სწორია, რას მომცემს. ანუ თქვენი გადამეტებული ეჭვები, ფიქრები, თითქოს აი იმას, რასაც აკეთებთ, არ იღებთ, არ ირგებთ და ბედნიერებაში ხელი შემშლელი თქვენ შემთხვევაში სტრატეგიებად არის ის, რომ ბევრს ფიქრობთ, ბევრი ეჭვები გაქვთ და ბევრი ესე რომ ვთქვათ, აი არეული ფიქრები, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება აურჭოფობდეთ ხოლმე. და ეს არის ამ შემთხვევაში ხელი შემშლელი იმას, რასაც გააკეთებთ, ანუ ეცადეთ რომ იყოთ მყარად, მყარი იყოს თქვენი გადაწყვეტილება და შემდგომ თქვენი ესე რომ ვთქვათ, არაფრის მომწმე ფიქრებით და ეჭვებით არ დაღალოთ საკუთარი თავი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ბედნიერებაში ხელს გიშლით ის, რომ რამეს რასაც მოიმოქმედებთ და გააკეთებთ, ამასთან დაკავშირებით ამ წინასწარ არ ფიქრობთ. შეიძლება გადაწყვეტილებებს იღებდეთ ძალიან სპონტანურად, ძალიან უცებ, ესე რომ ვთქვათ, ნაუცბათევად, რისი შეცვლით მე გინდოდით, მაგრამ ვეღარ ცვლიდეთ, ან ცვლიდეთ, მაგრამ ისეთ შედეგებს ვეღარ იღებდეთ, როგორიც გსურთ, ასე რომ ამ შემთხვევაში საჭირო არის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სანამ მიიღებთ, ცოტა მეტად დაფიქრდეთ, აწონოთ, დაწონოთ, რა შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ, ესე რომ ვთქვათ, მოქმედებას, რას მოიტანს ესა თუ ის მოქმედება თქვენი მხრიდან და შემდგომ ისე გადადგათ ნაბიჯები. ანუ ცოტა შემციროთ სპონტანურობა ნებისმიერ სიტუაციაში. ვნახოთ მეოთხე ვარიანტი, რა მიშლის ბედნიერებაში ხელს. ბედნიერებაში ამ შემთხვევაში ხელს გიშლით თქვენი ემოციები, იმას, რასაც არ უნდა მოქმედებდეთ, ყოველთვის უყურებთ, რომ რაღაცაში ან არასწორად იქცევით, ან დამნაშავე ხართ, საკმაოდ ემოციურად უდგებით ნებისმიერ თქვენს გადაწყვეტილებას, მოქმედებას, სიტუაციას და ეს გიშლით შემდგომ უკვე ხელს, რომ ის, რასაც გააკეთებთ და ის რა ნაბიჯებსაც გადადგოთ, შეირგოთ, მიიღოთ, უფრო მეტად დაუფასოთ თქვენ თავს ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი შესრულებული სიტუაცია. ანუ თქვენი თავივე გიშლით, თქვენი ემოციები, გადამეტებული მელანქოლიური, ესე რომ ვთქვათ, ემოციები გიშლით ხელს ბედნიერებაში. შეიძლება ფიქრობდეთ იმ მომენტში, რომ ამ ყველაფერს რა მოყვება, როგორ იქნება, აბა სამომავლოდ ეს რადგან ესე მოქმედე, იქნება არასწორი ნაბიჯი იყო. ანუ თქვენივე ფიქრები და ემოციები, უფრო ემოციურ ჭრილში ვხედავ ამას, გიშლიან ხელს ბედნიერებაში. და ბოლო მეხუთე ვარიანტი ბედნიერებაში ხელს გიშლით ის, რომ საკმაოდ მკაცრად აფასებთ თქვენს თავს, ყოველთვის შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იმას, რასაც არ უნდა მოქმედებდეთ და
იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იმ ყველაფერში ყოველთვის სწორი უნდა იყოთ, ყოველთვის ცდილობთ, რომ მართალი იყოთ ნებისმიერ საკითხში, რომ ზიანი არავის არ მოუტანოთ, ის რომ საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ. აი ეს არის აქ და ეს გიშლით რეალურად ბედნიერებას ხელს, რომ იმას, რასაც გააკეთებთ და რასაც მოიმოქმედებთ, გსურთ, რომ ყველანაირად 100%-ით იყოთ მართალი და ეს გიშლით ხელს, ანუ თითქოს გინდათ, რომ მთელი ყველა პროცესი აკონტროლოთ, თქვენს ხელთ იყოთ, რაც ფაქტიურად რთული არის და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც და სწორედ მე ეს ფიქრები, ეს ემოციები გიშლიან ხელს ბედნიერებაში. სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ გაშლა და დამიწერთ კომენტარების სახით, რამდენად გსურთ, რომ გავგრძელო საჯარო გაშლები, ან რა კითხვაზე ისურვებდით გაშლებს. გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ დღეს.